უკვე მესამე წყვილის ჩაწერა გვიწევს და ძალიან კარგად მივდივართ და ანა მარია და ლენა დარწმუნებული ვარ საუკეთესოდ გაართმევენ განათების ჩაწერას თავს. აბა დავველოდოთ ვნახოთ რა სიზავრი. თავმოყრა 2026 წელს მობრძანებას. მე ინტერნეტ ტელევიზია, ინკოგნიტოს ახალი თავის ჟურნალისტი ანა მარია შავაძე. მეორე გადას ინფორმაციის შემოგთავაზებთ. გადაცემაში კიდე ირაჩენი მოვიცი. შევიერთებით გილოცაში და გილოცას დამდეგ შობა ახალწელს. უსურვებ თქვენ ტელევიზიას ბევრ წარმატებას და ბევრი ბავშვები აგიარყნათ. რაც დაიდა გახდით. შეიცვალა თუ არა შეთვის ახალი წელი. რა თქმა უნდა, რო არ შეცვლილებო გამგვირდებოდა. სამი გლობალიზაცია გილოცის ნავკართ, რომელიც თავდაღირა გვაყენებს ყველას და დაძვნის ეს მოფა ერთ დღესასწაული და საგჟეთი წადის. გიყვარს თუ არა ახალი წელი? რა თქმა უნდა, ახალი წელი ჩემთვის ახალი ოცნებების ასრულების წელია. ახალი იმედების, ახალი შესაძლებლობების და საკუთარი თავის განვითარების წელია. ახალი წელი ყველას უყვარს. ახალი წელი არის ოცნებების ასრულების, ახალი ცხოვრების დასაწყისი, საკუთარი თავის რეალიზაციის და ბევრი სხვა უკეთესი რამის შესაძლებლად. და რომელი კერძი მოგწონთ? და გაწყობთ თუ არა ჭარბიწონი. ყველა საჭმელი მომწონს და ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით საცივი და გოზინარი. ჩემი ფავორიტი არის. რაც შეეხება წონას, ახალწელს ყველა ქალის პრობლემა არის ეგ, იმიტომ რომ სადაც მივდივართ, ყველაფერს ვჭამთ კბილეულს, საჭმელი და ასე შემდეგ. ამას ემატება კილოგრამები. დაიდა, სად გადაარეთ ახალწელი? ჩვენთან თუ მეგობრებთან? რა თქმა უნდა, პირველ რიგში თქვენთან ერთად და შემდეგ მეგობრებთან. დგას რომ შენთან ინტერვიუს ვიღებ, შენი დამსახურებაცაა. რამდენად ხედავ ჩვენში შედეგს და რას გვისურვებთ ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს ნორ ჟურნალისტებს? პირველ რიგში იმას ვუთხრა, რომ სწორ ადგილას მოვედით, სწორ დროს. იმიტომ რომ ესეთ ასაკში, ესეთი შედეგი, რაც ამ ტელევიზიამ თქვენ მოგანიჭათ, ძალიან კარგია. ხედავ დიდ პოტენციალს და დიდ შედეგებს, რაც ამ განმავლობაში გააკეთეთ. ამდენი ინტერვიუ, სწორი მეტყველება, გამოჯობისებული მეტყველება, დღეს საქართველოში სამწუხაროდ ძალიან დიდი პრობლემა არის და ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება. ამ ყველაფერს კი ძალიან კარგად ჭედა. მე ვიცი რომ ამ ინტერვიუ ძალიან კარგად წარმატებით ჩაიარა და დარწმუნებული ვარ რომ თქვენიც არანაკლები იქნება უკეთესი თუ არა. ყველაზე განსაკუთრებული ახალი წელი, რომელიც თქვენზე გახსოვს? სამი განსაკუთრებული ახალი წელი მქონდა ჩემს ცხოვრებაში. თქვენი დაბადების წელი. იმიტომ რომ სულ სხვა ემოციები, სულ სხვა სტატუსი და სულ სხვა ბედნიერება შემოვიდა ჩვენს ოჯახში. მოდი 2025 წელს დავუშვიდობთ და მხიარულად ჩახვდეთ 2026 წელს. ნახვამდის! აი ეს არის ჩვენი ანა მარიას სასაჩუქრე, როგორც ვიცით, ეს პატარა ჩანთა. მოვედით ჩემო ანა მარია 2025 წელი მე მგონი ძალიან წარმატებულად გავაცილებ. ნახეთ 2026 წელს კი კიდევ უფრო მეტი წარმატებებით შევხვდეთ. ეს პატარა სასაჩუქრე თოვლის ბაბუ, რომელიც აუცილებლად ამის წარმატებებს მოუტანს, ხო ანა მარია? ტკბილეული, რომელიც აუცილებლად დაგვატკბობს და ტკბილები ვიქნებით და ეს პატარა ჩანთა, რომელშიც ანა მარიას უყვარს საკრასკავები, ხუზე, სახოვეები, ბეჭდები და ყველაფერს აქ შევინახავთ. მაგრამ ყველაზე მთავარი, ნახეთ, აი ეს არის ბუ, რომელიც ანა მარიამ დაიმსახურა რესპონდენტისგან. ეს არის მწერალთა კავშირში ქაბატონი თინათი ჭეჟია, რომელმაც თავისი წიგნის პრეზენტაციაზე მიგვიწვია და ანა მარი გახდა ერთ-ერთი მოსპრობელი, როგორც მათ ჩამოსწავლებელი, ისე ანა მარი და მე ძალიან მიხარია, რომ 5 თვეში ანა მარი მოახერხა ის, რომ 5 თვის განმავლობაში უკვე საუკეთესო წამყვანი იქნება კულტურის და ძალიან მიხარია წარმატებებს უსურვებ ანა მარის და მჯერა ზუსტად ეიდანაც თქვა ზუსტად სწორ დროს და მართლა კარგ დროს მოვედით და მე მგონია რომ ანა მარი ზუსტად ერთ წელიწადში კულტურაზე პირდაპირ ჩართვებსაც აუცილებლად შეძლებს და მომდევნო ახალ წელს დარწმუნებული ყავით ლაივ ჩართვასაც არ გაექცევა ხოლმე და ფული ანა მარი
ხო? აღარ დაგჭირდება მონტაჟი, აღარ დაგჭირდება გაჭრა კადრის და სხვათა შორის აი საგამოცდოები მქონდა რამოდენიმე დღის წინ და მეთანხმები ხო? ანომალი რომ ძალიან ბევრი წერეთ დიდ როლებში, 8 გვერდი დავწერეთ და რო დაიხალენ და გადავფიცეს მეუბნება ანომალი რომ მე მგონი ამ ეს სკოლაში არ წერდო ხო? ჭირდება სიტყვის მარაგისთვის რა? ბევრი წერა, ბევრი კითხვა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ მართლა დაგიფასდათ და მართლა მგონია, რომ ამ ბავშვებმა თავისი სათქმელი, თავისი შრომით ნამდვილად შეძლეს. დაობა მასწავლებელი შენი ინტერა შევიყავი ესე უცებ ამ დროს 5 თვეში ესეთ შედეგი ვერ იქნება. ხო, იცი რა, აი მიდგომასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. პირველი არის ძალიან კარგი მეგობარი, ძალიან კარგი ფსიქოლოგი. ხო, და მენტორი. ანუ შემდეგ არის კი, რა თქმა უნდა. აუცილებლად ნახეთ, ეს ამ ბავშვებში იყო ეს ნიჭი. უბრალოდ ამიჩნდა და ამოგვენა. დაანახო და სწორედ ეს დავინახეთ ჩვენ. ხო? მადლობა შენ ამ ყველაფრისთვის, რომ მადლობა 2025 წელს, მადლობა მშობლებს, თქვენს, მეც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვიპოვეთ ეს ანგელოზი და მაგარი გოგონები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, მე და შენ დავჭდებით და აი ესე ტელევიზორს ჩავთავთ და აი ამ გოგოების მაგარი ток-შოუებით მოვიხიბლებით. ხო მაძლევთ ამის პირობას? კი, ხო? აუცილებლად. დროებით ბედნიერ 2026 წელს გილოცავთ კიდევ ერთხელ. ნახვამდის. ეს იყო რაც ჩემი ბავშვების ოცნება, აუ რა კაი კითხვა დავისვიცი, ძალიან მაგარი კითხვა დავისვი. ჩემი ბავშვობის ოცნებად შეიძლება ჩავთვალო, მაგრამ ეს უფრო არის როგორი ოცნება, იცი? არ ვიცი, მაქვს თუ არა ნათქვამი, მაგრამ მე მყავს 18 წლის ძმა გარდაცვლილი და მის სახელზე მაქვს ეს ყველაფერი გაკეთებული, რომ მას რაც ქონდა სურვილი, ის სურვილი ყველანაირად დაუსრულე და დარწმუნებული ვარ, ყოველი გადადგმული ნაბიჯის ვფიქრობ, რომ მისი ბედნიერების, მისი სულის ნათების ამბავია, ესე მგონია რაღაცათო და რაც შეეხება ჩემი ბავშვობის ოცნებას, ყოველთვის იყო განსაკუთრებულად გამორჩეული რა კუთხით, იცი, ან ვისაც ქონდა რაღაცა ეკონომიური პრობლემა სულიდოდა, რომ ადამიანებს ისე ეცხოვათ დედამიწაზე, რომ ასაც ყოფილიყო განსხვავება და სულ ბედნიერება, სილავე, წარმატება, სიყვარული ყოფილიყო და მე მგონია, რომ ჩემთან ძალიან ჩემს გარშემოს ვცდილობ ხოლმე, რომ ეს პრობლემები მოხსნა რაღაცნაირად, როგორც შემიძლია. ბავშვების ოცნება მაინც ალბათ ის არის, რომ საყვარელი საქმე აკეთო და მე მგონია, რომ საყვარელი საქმეს ვაკეთებ, მიხარია და მაბედნიერებსაც. ადრეც გითხარი მე მამაზე, რომ საუკეთესო შვილი და საუკეთესო დახარ და გონია და დარწმუნებული ვარ, რომ სადაც შენი ძმაიდან ძალიან გიყურებს და ამაყობს შენ. მადლობა ძალიან დიდი, იცი რა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის. მან წაიყვანა 14 წლის იყო პირველი გადაცემა და იმდენად ემოციებით სავსე მოვიდა. სხვათა შორის დღეს არის ზუმბას ერთ-ერთი აი წევრი, აი ვარჯიშები რო არის, ნინო შალკიანი. იყო ჩემი ძმის თანაპარტნიორი, რომელსაც გადაცემა წაიყვანა და ძალიან ბედნიერი იყო და მითხრა, რომ აი აუცილებლად თქო, ტელევიზიას უნდა გავყათო და ტელევიზია უნდა გავაკეთო და მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ძმის 40 სანამ იქნებოდა, მანამდე გადიოდა მის მიერ გადაღებული პირველი გადაცემა, სადაც თვითონ წავყავდა და დედა მახსოვს ძალიან დიდი სახლი ჰქონდა ცოტა და ამოიტანა ქვემოდან სარდაფიდან ტელევიზორი დადგა და მოდი აქ მაინც უყურეთო და გვაჩვენა ეს გადაცემა და რა ვიცი დიდი ჩემი ძლიერი იყო რომ გავაგზავნე ის ცხოვრება, რომ ძალიან რთული არის, იცი, აი
ჩვენთვის ახალი წელი, რამდენიმე 10-15 წელი დაგჭირდა იმისთვის, რომ გასულიყო და ჩვენ აზრზე მოვსულიყავით და ის ახალი წელი ჩვენთვის ახალი წელი ყოფილიყო, იმიტომ რომ ოჯახი, ტრადიციები ვიყავით ესე შეჩვეული, რომ ყველანი მათთან ერთად ვხდებოდით, სუფრასთან ერთად ვხდებოდით და მე მივხვდი სადღაც დავიჭირეთ ერთმანეთი იმაში, რომ ჩვენ ერთმანეთს ვემალებოდით. რომ ერთმანეთის ერთად ყოფნით არ გვეგრძნო, რომ ჩვენიც გვაკავდა და რა ვიცი, ამით მართლა მგონია, რომ ყოველ გაკეთებული წინგადებული ნაბიჯით მისი სული ბედნიერი. ისე მგონია, რაღაცა და ვაცოცხლების ეს რაღაცა ჩემში არის, ესე მგონია რა. რაც ვირჩევი ხა იმერი გაკვეთილი ვაკეთებ ლექცია შესაძლოა მოკლედ და ახალი წელი ახალი წელი 15 წლის შემდეგ. ჩემი ახალი წელი 15 წლის შემდეგ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში შვილები, ძალიან შემწვავა შვილებმა, ანუ ჩემი პატარა ბიჭი, იცის, ისაც უნახავ ჩემი ძმა, ასაუთ დიდი 18 წელზე, ისეთი უცნაური მეგობრები ყავდა დიდი თაობა და აი ჩემი პატარა ბიჭს რო უყურებ, რა ვიცი, ის მოსთან კარგად აცლია, გუშინწილაც რომ მოვიდოს თავს დავჭერდო, დე მოვედი რაღაცა. ანუ ჩემთვის არის ბედნიერება და ვთვლი და ვფიქრობ, რომ ალბათ ესეც რაღაც ის გადმოძახილიყო, რომ ჩემი შვილი ამდენად დამსგავსებოდა მას და მისი სახით რაღაცა, ხო, ღმერთის საჩუქარი, კი, ნამდვილად ღმერთის საჩუქარი და ბედნიერება და ყველაზე მთავარი რა ახალი წელს რატომ გვყავს იცი ახალი წელი მინდა რომ უამრავი ბედნიერი ადამიანი თავისებურად ბედნიერი და მინდა რომ აი ეს ბედნიერება დიდხას და აი სულ იყოს და სულ ახალი წელი არის მაშინ შენთვის როცა შენ ბედნიერი ხარ და ეს სულ იყო ბედნიერები და მოკითხას დაგისვა აბდავსი და შეტყოდი პატარა მანანის ეს ვიტყოდი იცი რა მინდა გითხრა რომ იმდენი ჭკვიანი ვიყავი ხა თავის შეხებაში რომ არ ჩამიგოს ცოტა უცნაურიც ვიყავი იმდენად ჭკვიანი ვიყავი რომ ალბათ პატარა მანანას უფრო არაფერს არ ვეთყოდი მაგრამ იმ ადამიანებშიც პატარა მანანას აი ესე ცოტა ისე უყურებდა რომ აი ესე ხარას გააკეთებს იმიტომ რომ ვიყავი ქალაბიჭა ფემიტადი უსამართლობას სულ მუშტიკები მქონდა დედაჩემს რო გამოიძახებდა რომ მესამე ბიჭისთვის ხარ დირექტორთან გამოიძახებული ზუსტად იცოდა რომ მანჩესთვის იყო გამოიძახებული არა მანჩეს არაფერს არ ვეთყოდი უბრალოდ იმ ადამიანებს ვისაც შეეპარათ ეჭვი მანჩოში ის დრო რომ დაბრუნდეს დედა ვეხარ ასისაკეთე თორე მანჩეს არაფერს არ ვეთყოდი იმიტომ რომ მართლა ზუსტად ვიცი რომ იმდენად სუფთა და ძლიერი და ლაღი ბავშვი ვიყავი რომ ჩემი ბავშვობით მართლა ვამაყობდა იმიტომ რომ როგორი ვიყავი იცი არ არსებობს ვინმეს დაჩაგვის უფლება ვინმესგან მიეცა და დღეს 50 წლის შემდეგაც კი როდესაც ვიკრებებით ჩვენი მეგობრები, კურსელები, კლასელები ყოველთვის ამბობენ რომ განსაკუთრებულად შეგეძლოთ აგეცვა ადამიანი, ვისაც რაღაცა თავის რწმენა არ ქონდა და ალბათ ესეც ერთ-ერთი ისაა, რომ ჩემი ბავშვები რომ მოდენ პირველ ეცახან ხა გვაცნობენ, რომ აი ამ სიტყვას ვერ ვამბობ, არ არსებობს რამე, რასაც მანჩოსთან ვერ გააკეთებ. სულ ვერუბრები, მანჩო არის ის ადგილი, სადაც მანჩოსთან ინკოგნიტოში ყველაფერი უნდა შეძლო და გააკეთო და ალბათ ეს ბავშვობიდან გადმოვყვა. აი ამას ვეთყოდი, რომ ძალიან მაგარი გოგო იყავი მანჩო, ძალიან მაგარი გოგო დარჩი და ვისაც ეჭვი ეპარებოდა და ეგონა რომ ეგეთი მანჩო არ იქნებოდი, ეს მან იქნება. და მოკლედ 2025 აი ესე გავაცილეთ მეტად და პირველად მოხდა ესე რომ რესპონდენტი არის ჩემთვის ჟურნალისტი და მე კიდე რესპონდენტი აღმოჩნდი, მოკლედ ბედნიერი ახალი წელი და დროებით ახლა ნამდვილად მიხდები და წელი ასეთი უცნაური მქონდა. ჩემი განაცხადის რესპონდენტი ბოლოს ჩემთვის ჟურნალისტი აღმოჩნდა და ესეთი კითხვები გამოსვა, რომელიც მართლა არავის არ დავასრულია რა. მოდი, ეხლა ნახე მარტში არ ხარ საჩუქრები. მოგდა საჩუქრი. მაგითა რაზაყარები რაღაცა. აი ესე იკაშკაშე ნახე რა ამასია. ხო, აი ეს აუცილებლად ჩემს კაბინეტში რომელიც საშუალოს უწყობილი და კომპიუტერთან საუნდერესო აუცილებლად დავჭერთ კაბინეტში და ძალიან დიდი მადლობა. უგრუსი მადლობა. ბედნიერი 2026 წელი. ეხლა მოხდა.